დამიწე. სტილა მშვიდობისა, ჩემო ტკბილებო. აბა როგორ ხართ, როგორ ბრძანდებით, როგორ გიკითხოთ, ევა შოკოლადი უნდა. მე ყავა მინდა. ორნა ბიჭი აი ეს. მარილიანი ჭხირები. ხოდა ყველა ძალიან ყოველთვის მიყვარდა აი ეს. ბავშვობაშიც ესე. მარილი. ეს იყო ჩემი ბავშვობის და საერთოდ 90-იანების ბავშვობის სნექი, მაშინ რავი, ჯერ ჩიპსი არ იყო. ვაშხოში მე ესე მახსოვს. ეს შოტი როგორ გამიდიოდა, ამჩნევთ? და რაღაცა ძალიან დაკლებული კი არ ვარ, მაგრამ აი სუფთა 56 ვარ ახლა. ნელა მიდის წონა უკვე, იმიტომ რომ ჩემი ნორმალურ წონაზე ვარ. ანუ 54-57 ჩემს ნორმალურ წონაა. შესაბამისად, ახლა ნელა მიდის უკვე თვეში კილო ნახევარი, ესე ისიც თუ არ დავარღვიე რა. ხო, ხა 9-ში ხომ მქონდა და არ ყვევა. 9-ში დავარღვიე ამ თვეში. მე სექტემბერში 10 და 11-ში დავარღვევ და 2 დღე იქნება. ხო და მოკლედ ვცხოვრობთ და თან ვიკლებთ, ანუ იმისთვის იმაზე არ ვართ ორიენტირებული, რომ აი მარტო დაკლება და რაღაცა. ვცხოვრობთ, ვიღებთ სიამოვნებას და თან ვიკლებთ. ეს გათავდა. ნუ კი არ გათავდა, მაგრამ გათავდა, ანუ ნახეთ. ეს არ მეყოფა ეხა ერთჯერზე, ამიტომ გავხსნათ. აი ეს, მე ეს მიყვარს. Goldi and velvety. ეგენი მიყვარს მე. ძალიან მიყვარხართ. წუხელ დავიძინე იმაზე ფიქრით, რომ ძალიან ბედნიერი ვარ. ძალიან ბედნიერი ვარ იმის გამო, რომ ნახე, როცა კარგად ხარ და როცა ყველაფერი კარგად არის, შენს გარშემო ბევრი ადამიანი ჩნდება, რომელიც ცუდს გეუბნება, ცუდს გისურვებს, ცუდს გიწერს, შენზე ცუდს საუბრობს, ისეთი ადამიანებიც, ვისაც ოდესღაც შენ დაეხმარე და ანუ ისეთებიც, რომელთანაც საერთოდ არანაირი შეხება არ ქონია და უბრალოდ ხედავ, რომ ადამიანს უმიზეზოდ ეზიზღები, ხო? და ეს ძალიან ის არის ხოლმე რა, მტკივნეულია ხოლმე. თუმცა რა თქმა უნდა ხა გესმის, რომ შენ ამასთან ხელი არ გაქვს ეს კონკრეტულად იმ ადამიანის პრობლემა, ასე ვთქვათ, და რა შენი, მაგრამ ანუ გული მაინც გტკივა, რომ აი შეიძლება ადამიანები იყვნენ ესეთები რა. ამის გამო, ხო, და მოკლედ აი ბევრჯერ მithქვამს ხოლმე, რომ თუმცა აი იმდენი ადამიანი მიყურებს და იმდენს უყვარ ვარ მე და ეს ძალიან ძვირფასია ჩემთვის და მე ეს ვიცი, რომ რაღაცა ცუდი ყარს და ცუდი ჩანს ძალიან და ეს კარგი კიდე ყოველდღიურობაში ხშირად არც ჩანს. არიან ადამიანები, რომლებიც რამდენი ხანია მიყურებენ და ეხა მაგალითად ჩემი რომ დავდივარ ექიმთან და რაღაც ამბები არის, ეხა დამიკომენტარე საერთოდ აქამდე არ გქონდათ აკომენტარებული, ხო? და წლები მიყურებდნენ და ვუყვარვარ. ანუ სიკეთე არ არის ხმაურიანი და ბოროტება არის ხმაურიანი. ხო და გუში რო ვთქვი, ესე იგი რა ამბავია, რა ვიცი, მე 1600 მეგონა რო ღირდა და 3200 რაღაცა მითხრა. ისა 2 მარტო, 4-4-ია გასაკეთებელი, მაგრამ 2 არის, რომელიც 40 წლამდე ემართება ეგ და ჯერ ეგ რო გავიგეთო, ესე იგი 3000 რაღაცა ლარი უნდა პროცესს წარმოიდგინეთ რა.
გუში რო ვთქვი, რომ მეთქი დონაცია თქო დამეხმარეთ ვისაც სურვილი გაქვთ გენეტიკური ტესტის გაკეთებაში თქო წუხელ, ესე იგი რა ვწებოდი, მოდიოდა ეს, ანუ ცალკე უნდა გავხსნა ეს ანგარიში და იქ გადავიტანო ეს ყველა. ახლა ნახეთ. პირველი იყო ლია, ჩემი ძვირფასი ლია, რომელსაც ხადროსაც აი ზღვიდან მოვდივით, მაშინაც ჩამირიცხა, ადრეც როცა საერთოდ დონაცია არ მქონდა. მაშინაც ჩამირიცხა, როცა ვთქვი, რომ არ მაქვს მეთქი ლამაზი შიგნით საცვლები, ანუ ლიფი ტრუსი კიდეგენ და იყიდეო და მიწერა და რა ვიცი, აი გული გამიწვა და ეხაც ჩამირიცხა, ლიამ ჩამირიცხა 25 ლარი. ლანამ ჩამირიცხა 10 ლარი. სალომემ ჩამირიცხა 6 ლარი და კიდევ ანამ ჩამირიცხა 10 ლარი. ეს საქართველოზე. კიდე ხო არ არის რამე არ შევრცხე, არა და TBC-ზე. TBC-ზე ხო მელანომ ხო სუპირველმა ჩამირიცხა 30 ლარი იმ დღეს და ნანამ ჩამირიცხა გუშინ 11 საათსა და 57 წუთზე 100 ლარი. ძალიან დიდი მადლობა ძვირფასებო ამ თანხას ყველას, რასაც ჩამირიცხავთ, გადავიტან ცალკე ანგარიშს და დავარქმევ გენეტიკურ ტესტს, გავაკეთებ, გაჩვენებთ, რომ არ მქონდეს შერეული სახარჯო ფულთან და არ დამეხარჯოს და აუცილებლად გავიკეთებ და აი რამხელა, ანუ აი მარტო თუნდაც ეს ადამიანები იყოთ, ვინც ახლა ჩამირიცხავთ, რამხელა სიკეთეა ეს, ხო? რამხელა სიყვარულია ეს და აი ამ დროს ხვდები, რომ კეთილი ადამიანები, კარგი ადამიანები გაცილებით ბევრნი არიან ამ სამყაროში, ვიდრე აი ეს ბოროტი, რომელიც ყარს. უბრალოდ ის რომ ყარს ძალიან ჩანს და აი ისეთმა ბედნიერმა დავიცინე წუხელ, რომ სულ არაფერი ცუცზე აღარ ფიქრობდი, ისეთი ბედნიერი ვიყავი. ჩემო ძვირფასებო და ჩემო კარგებო და თან აქედან აი ხშირად რომ მიკომენტარებდეს ეს არ არის. ანუ ისეთმა ადამიანებმა ჩამირიცხეს, ვინც მიყურებენ, მაგრამ შეიძლება ისე ხშირად და აქტიურად არ აკომენტარებენ, ხო? ან ისეთი ნიკი აქვთ, რომ შეიძლება სხვანაირი ნიკი აქვთ, ახლა სახელი და გვარით მე ვერ ვიცანი, არ ვიცი. ხო, უღრმესი მადლობა ჩემო ძვირფასებო, ღმერთმა არასოდეს არ გაგაჭირვოთ, მაგრამ თუ კი დაგჭირდებათ რამეში, ცუდში არა თუნდაც ძალიან კარგში, ღმერთმა წინ დაგახვედროთ ყოველთვის და აი გამოწვდილი ხელის სახით მე მჯერა, რომ ჩვენ ღმერთი გვეხმარება ყველაფერში, ყველა სიკეთე რაც კი ამ ქვეყნად ხდება, მე მჯერა, რომ ღმერთის ნებით ხდება და შესაბამისად აი ამ ყველაფერში მე ღმერთს ვხედავ და ეს ძალიან დიადი და ძალიან საოცარია და უღრმესი მადლობა ჩემო ძვირფასებო ამისთვის. აჰა, ეხლა არ ვიცი რა მივატანო ყავას. სიმართლე რომ გითხრათ, მშია მეთქი რომ თქვა მოვიტყუები. არ მშია. პროსტა რაღაცა მინდა რომ ვისიამოვნო ცოტა. ეს მინდა, ეს კონი არ მინდა. ეს ძალიან მომწონს, ხოთ შორის ადრე საერთოდ არ ვჭამდი და ეხლა ძალიან მომწონს აი ეს. თითო ბალის ვატან ხოლმე 2 ცალ თხილს, ხის თხილს და 2 ბალის და 4 ხის თხილს ვჭამ ხოლმე და ძალიან სიამოვნო, მაგრამ ეხლა რაღაცა ეგ არ მინდა. არ მინდა ეგ. ან ეს მინდა, მაგრამ ეს ძალიან ტკბილია, პატარაა, მაგრამ ძალიან ტკბილია. ან ეს, მაგრამ ეს ახლა მთელ ყავასთან ვერ მიაყოლებ, უცებ შეიჭმევა. და ან სნიკერსი თქოს მომბეს. ვაიმე, ჩემი თავის ატანა არ, მაგა ჩავყრი შაქარს და დავლებ შაქრიან ყავას და ექნება. მოიცა, იმას მოვიტან. იქით წავიღე გუშინ 1 ცალი, ჩემთვის არ შემხვდება მეთქი, მაგრამ 1 ცალი დავტოვები ახლა ხედა. ედიქტო. ეგ არის აი შემზარავად ტკბილი პროსტა. რაღაცა თბილისში ისე ჩამოცხა ხალხო. ახლა ნახე ამას არ აწერია ეს ცალს რამდენი აქვს კალორია და ეს არაა კომფორტული. რომლებსაც აწერია ხოლმე ერთ ცალს რამდენი კალორია არის ძალიან კომფორტული. ექნებ შეფუთვაზე აწერია. აბა.
არაფერიც არ აწერი. და 100 გრამი ვნახოთ აბა. საჭიროა. ახერანაირად არის ჩამოწერილი და აქ უნდა ეძებო. ძალიან ადვილად პოულობ ხოლმე, მაგრამ გაშლილად აწერია ძალიან, იმხელა შემადგენლობა აწერია. ინგრედიენტები. რა არის კი, მაგრამ ამდენი რა აქვს გაკეთებული. დამიძნა ხელში. არ უწერია კალორია კაცო, რა ვგიშე. აი აქ აწერია. 468. ეს რამდენი გრამია? იქნება 15. 17. რაც ვიცი მინდა თუ არა საერთოდ. იყოს ეს. აუ, просто ძალიან ცხელა. აქ დავჭდები მე. გარეთ ნიავია და კაია. ოკეი, წავიდეთ. და ასე ჩემო ძვირფასები და ჩემო საყვარლებო დილა მშვიდობისა. მე კომენტარებით წავიკითხოთ. ნაი, აქ შოკოლადი აქვს. ბისკუტის ზემოთ. ხელხაზად. მერტი სწოთი. გემრიელია და თორსა საშინელად ტკბილია. გუშინ ძალიან ცხელოდა ხალხა. ეს მიკროფონი. უძლოვანდი ორნახევა. ორნაბიში? კლუბის წევრებს. ვიდეო ვიყავარჩი. ეს ბადე ჩავთან. ბანი. არ შეიძლება შენთვის. რამდენ უბედურებას იგებს ადამიანი. ბათუმის მაგისტრალზე 4 ბავშვი რო დაიღუპა. 4 უკვე ცნობილია, ხო? მანქანები რო დაიწვა. მე ასე შინელება ამერთო. 3 დაშავებულია.
ძალიან საყვარელი ძაღლია. ერთგული და საოცარი. საოცარი ავი. ჩიხუები ხო არიან ხოლმე ავები და ეს ვაფშე არა ავე. ალბათ ხასიათზეც არის და იმაზეც რომ რავი გაზდაზეც, მაგრამ ხასიათზეც ახლა როგორც უნდა გაზარდო ზოგი ძალიან ავია. ამას ტყობა ხასიათშიც არა აქ და გაზდაშიც რავი სუალერშია გაზწილი და პატარა ფრაგმენტის გარდა როცა ვცდილობდი რომ სიმკაცრით აღმეზარ და სანამ არ მივხვდი რომ არც ჩემთვის და არც ამისთვის ეგ სწორი არ იყო. აი მის მერესოზით კბოებაშია ვართ. მიგვიდა ხამა ქალები ძაღლებს დედას რო ეძახდნენ და მაგე მეც მივახციე იმ ასაკს რომ ძალიან უნდა გიყვარდეს ძაღლი და რაღაც ასაკს უნდა იყო მიტანებული რომ ძაღლს დედიკო დაუძახ. შვი დედიკო დედა კომენტარები. ნანა ასათიანი, ნინი, როზეტა, ისე ჩამოაყალიბე ყველაფერი კითხვები რომ არ ჩნდება. ბრავო ნინი, გულით მინდა ბედნიერი იყო. დიდი მადლობა ჩამოსაყალელო, მეც მინდა გულით რომ ბედნიერი ვიყო და ყველა ქალი მინდა რომ ბედნიერი იყოს. არავის არ ვუსურვებ ცუდს და აი იმას ყველაზე ცუდ არავის რასაც ახლა ვუყურებ ხოლმე TikTok-ზე და ადრე YouTube-ზე ვუყურებდი ხოლმე ცუდ დღეში რო არიან აი ამ საზღარ დაავადებასთან ბრძოლაში ისინი ვინც იმარჯვებს კი არა ისინი ვისაც ანუ და აი არც ერთ მტერს არ უსურვებ მაგას არც ერთს ჩემო როზეტა მადლობა დიდი მაია საოპერაციო შემიყვანეს ცოტა სუნთქვა გამიხშირდა ჭერიდან იატაკამდე ვათვალიერებდი იარაღებით სავსე ოთახს თან შიშველი ანესთეზიოლოგს ველოდებოდი ჩემ თავს უთხარი ეს ცისფერი და რკინისფერი ოთახი მაშინებს მაგრამ ეს არ არის იმისთვის რომ შემაშინოს იმისთვის არის რომ გადავრჩე და უკეთ ვიყო და ისეთი შვება ვიგრძენი ეს იყო ნამდვილი მანტრა რთულ გზას გადიხარ იმისთვის არა რომ დამარცხდე იმისთვის რომ ისწავლო და გაიმარჯვო ასე იქნება წარმატებები ნინი ასეც იქნება უდიდესი მადლობა ძვირფასო ამის გაზიარებისთვის და აი რა ბედნიერებაა ეს ხედვა და როგორ გვეხმარება ხო და რამხელა მნიშვნელობა აქვს როგორ ვუყურებთ აი ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს როგორ ვუყურებთ ანა ერთი ქალის ფასით მემბი გავხსნი მადლობა ძერბასო მიყვარს ძალიან ჩემი თმები ლელა ძალიან ლამაზი ხარ ნეითვების სასწაული მიყვარხარ ნინი მეც მიყვარხარ ძერბასო ლელუ ნინი შენ ძალიან კარგად უნდა იყოს საყვარელო იმსახურებ ჯამთელი და ბედნიერი იყო შენ ჩვენს გჭირდები ნინი უფალი გფარავდეს მადლობა ძვირფასო ირმა 33-42 უსაყვარლესო ალბათ ჩემს დაევაზე თქვა
ნინიკაბა ძალიან გიხდება ულამაზესი ხარ, მადლობა ძირფასო. ქეთი უცებ რომ დგები ფაქტის წინაშე, როცა არ გაქვს ბევრ რამეზე პასუხი, ხარ მოლოდინის რეჟიმში, იწყებ არასწორად ფიქრს და აწყობ გეგმას შენი ცხოვრების ახლებურად დალაგების. ამ დროს გიჭირს სწორად ფიქრი, ყველა და ყველაფერში ეძებს შენთვის შვების მომტან გზას. სულ ფიქრობ, რომ შენ ტკივილს ვერ გრძნობენ ისე, როგორც გტკივა და ყველაზე ბრაზობ. თუ გახსოვს, მე გავიარე ეს გზა ძალიან რთულად, ემოციურად არ არის ეს სწორი. ვერ მიიღებ შვებას. მახსოვს რთულ პერიოდში შემხვდა ადამიანი. ჩვენ ჩვეულებრივად ვისაუბრეთ და ჩვენი გზით წავედით, მაგრამ მე დამანგრია ტკივილმა იმის გამო, რომ მე არ მკითხეს ჩემს ტკივილზე, განცდებზე, არ მითხრეს, რომ ყველაფერი კარგად იქნება. მოვალეობის მოხდის ფრაზები და ისეთი ემოციური შოკი მივიღე, არაფრის მსგავსი. ასე გაგრძელდა კარგა ხან, სანამ არ დავფიქრდი და გვერდიდან არ შევხედე ჩემს. იმ ადამიანმა არაფერი არ იცოდა ჩემს მდგომარეობაზე და ვერც ვერაფერს მეტყოდა. აი ასე ჩემო კარგო, შენ ტკივილთან და ემოციებთან მარტო ხარ. მე პირადად საშინლად არ მიყვარს დამამშვიდებელი სიტყვები, არ მიყვარს თანაგრძნობა და ზოგადად შენ სულს შენ უნდა მიეხმარო. მე რელა გდება ყველაფერი და შენ ახლებულად აგრძელებ გზას, საინტერესოა ეს ყველაფერი. ძალიან რთული, უკიდურესად რთული მომენტი მქონდა, როცა შენი SMS მივიღე, გინდა მე მოვალ შენთან, მადლიერი დავრჩი მაშინ და ვიქნები მუდამ ჩემო საყვარელო, ძალიან მიყვარხარ ქეთი. ხო, ეგ ძალიან რთულია. როცა შენ შენთვის ასეთ რთულ გზას გადიხარ, ძალიან რთულია. ანუ ნახე, მე სხვები მეც არ მიყვარს რომ მამშვიდებენ და რაღაც გამომხნევებელ სიტყვებს რომ მეუბნებიან, ოღონდ სარიელს, ანუ ყოველთვის გრძნობ ხოლმე ნახე, რომ ამშვიდებს ადამიანი. ზოგი ისე გეუბნება ამ ყველაფერს, რომ პირდაპირ სიყალბე მოჟონავს რა და გრძნობ, რამდენად ყალბია ეს ყველაფერი და ანუ თუნდაც მაშინ როცა ადამიანმა განაჩენი იცის რომ ვერ გადარჩება, იცის რომ და ანუ მაინც რომ უწერენ, ეუბნებიან, ანუ ისე რომ ვითომ ესეთი სიტუაცია კი არ არის, ანუ გასამხნევებლად და რაღაცა. კი, ერთის მხრივ შეიძლება ძალიან კარგი იყოს ზოგი ადამიანისთვის, მაგრამ მე მაგალითად არასდროს არ შემიძლია ხოლმე რომ ადამიანს უთხრა ისეთი რაღაცა, რაც ვიცი რომ სიმართლე არ არის, ანუ თუნდაც დავამშვიდო ტყუილით, ანუ არ ვიცი, შეიძლება ცუდია, მაგრამ არ შემიძლია. შემიძლია უთხრა ის, რომ მე შენთან ვარ და რაც შემიძლია ყველაფერს. ანუ ეგ შემიძლია ხოლმე, მაგრამ ანუ ის რაც არ არის, იმას ვერ ვიტყვი. ანუ მაგ შემთხვევაშიც ძალიან ისე ვარ და მეც ესე მირჩევნია რომ მითხრან. ხო. ხო და
ხო და ანუ ოჯახის წევრებისგან როგორ არის იცი რომ ანუ რო შეხედავ უკვე იცი შენ ვინ რას განიცდის ანუ ყველას რო შევხედე ანუ მე კითხვის ნიშნები არ გამჩენია და არ მინდა რომ კითხვის ნიშნები ვინმესთან მიჩნდებოდეს და ეს ადამიანი ჩემი ოჯახის წევრი იყოს მე მინდა რომ ამაში დარწმუნებული ვიყო და ეს ალბათ ძალიან ადამიანურია და რაც შეეხება ნაცნობებს თუნდაც მაყურებელს ძალიან მნიშვნელოვანია თანადგომა სიყვარულის გამოხატვა ეხლა რაც მე მივიღე ამ დღეებში ყველასგან თქვენგან შენგანაც აიქეთი ანუ სიყვარულის გამოხატვა თანადგომა ეს რავი ადამიანს აძლევს უდიდეს ძალას რომ თუნდაც გაუმკლავდეს იმას რასაც განიცდის და თუ შენ ვერ ხედავ ადამიანისგან რომ მას შენ ტკივილი ეტკინა და ეს ადამიანი შენი ახლობელია ну ტკივნეულია ნამდვილად მე რაც შეეხება იმას როცა ჩვენ ვიგრძნოთ სხვისი ტკივილი ამას ორი რამე ჭირდება ჩემი აზრით შეიძლება ადამიანს ამ წუთას არ აქვს რთული სიტუაცია მაგრამ მე ვცნობ ადამიანებს რომელსაც დიდი ტკივილი გაუვლიათ და ამას ორი რაღაცა ჭირდება ერთი ღრმასული რომელსაც არა მარტო საკუთარი არამედ სხვისი ემოციების წაკითხვა და დატევა შეუძლია და მეორე შენც უნდა გქონდეს გავლილი რაღაცა დიდი ტკივილი ცხოვრებაში და აი რომ შეხვდები სხვა ადამიანს შენ არ იცი მას რა ტკივილი აქვს შეიძლება და ის კონკრეტული შენ არ განგიცდია მაგრამ შენ იცი რომ მას ტკივა ანუ მის სულს როს ტკივა მე ვხედავ ამას ხოლმე და ანუ ეს არის ხოლმე აბსოლუტურად გულწრფელი რეაქცია რაც მაქვს ხოლმე და შენ ძალიან მიყვარხარ იმიტომ შემოგთავაზე მაშინ რაც შემეძლო ის იმიტომ რომ ფიქრობ რომ ის ადამიანები ვინც გვიყვარს ანუ მან თუ არ გავაკეთეთ ის რაც შეგვიძლია მაშინ ანუ რა არის ჩვენი ფასი ან ხინში ან ჭირში ანუ იმაში რა არის ჩვენი ფასი არაფერი საერთოდ არაფერი ნული და მეც მთელი ცხოვრება მახსოვს ხოლმე ის ადამიანები ვინც ჩემი გაჭირვების ან ტკივილის დროს ჩემ გვერდით იდგნენ სულ მახსოვს ხოლმე აი არასოდეს არ დამოვიწყდა ის ჩვენი მეზობელი ქალი ვაკეში რომელთან მე ამიყვანეს იმ ღამეს როცა დედაჩემი მიკუდებოდა და მე მახსოვს ანუ მე ხო პატარა ბავშვი ვიყავი და მე მახსოვს მისი გრძნობები მე არ მახსოვს მისი სახე მე მახსოვს მისი გრძნობები მე მახსოვს როგორ ღელავდა როგორ აღარ იცოდა ჩემთვის რა ექნა ზღაპრებს მიკითხავდა არაფრით არ მეძინებოდა ის რძე და შვრიის პეჩენია მომიტანა რომელიც თუ ფხვიერი რომელიც საწოლში ჩამეყარა მე იმ ნაფხვენებს იმას შვებოდა იმაზე რომ ვიწექი ანუ მთელი ღამე ჩემთან ერთად ანუ მე ვგრძნობდი როგორ აი რო გინდა რომ დაეხმარო და რო არ იცი რითი შეიძლება ესე დროს ადამიანს დაეხმარო და რაც შეგიძლია იმას რო აკეთებ აი არასოდეს არ დამავიწყდება ეგ ადამიანი
იმხელა გულწრფელობა იყო მან, იმხელა მე არ ვიცი просто. და თან ეს ხო ისეთია რომ არასდროს არაფერს არ ელი, ანუ ამას იმიტომ არ აკეთებ რომ რაღაც ელი არა. აბსოლუტურად ნამდვილი. ღმერთის ხელი. ნიკო, შენ ხარ ადამიანი, რომელიც იმსახურებს დიდ ბედნიერებას. მადლობა ძვირფასო, დიდი მადლობა. თადია იმეორე რომ ყველაფერი კარგად იქნება. ლელუ, ნი როგორ ხარ საყვარელო, მიყვარხარ. თამარ, აუცილებლად დაელოდე კალოიან შვილო, არ წყვეტს ეს თუ არაფერს მიდით 15-ში. დედაშვილად გირჩევ მაპატია თუ ზედმეტი მომდის. არა ძვირფასო, ზედმეტი არანაირად არ მოგდის. დიდი მადლობა. ხო, მეც ვფიქრობ, რომ ეხლა გავიკეთო და მე კიდე მითხრან, რომ ანუ კიდე ვიფიქრო, სწორია თუ არა და რაღაც მე კიდე გავიკეთო, არ მინდა ეგრე და ნაველოდები ხო. ეს დრო ეხლა რას წყვეტს. მადლობა ღმერთს, რომ ისეთი რამე არ არის, რომ ეს დრო რამეს წყვეტდეს. ლელანი ისო ბედნიერი და სიყვარულით ახსავსე იყო, უნდა იყო ყველაფერს საუკეთესოს იმსახურებ. უცებ მინდა რომ ყველაფერი გამოკლეული გქონდეს. კარგად, მაგრამ იყო რაც მჯერა რომ ასე იქნება და ამ ბინძურ კომენტარებს რომ გადავხედავ ხოლმე მიკვირს ასეთი უგულო როგორ უნდა იყო. პირიქით ვის როგორ შეუძლიან რომ დაეხმაროს კიდაც კარგი დალოცვილი სიტყვებით თუნდაც ფულით იმის მაგირად ბოროტ საზისხარ კომენტარებს უწერთ. ისაც ნერვიულობს გოგორავი გამკვირვები არა ხალხში ვცხოვრობდეს ხომ შეიძლება საკუთარ თავებზე გამოსცადოთ უფალი არ გწამთ იმის მაგირად დალოცეთ გზა დაულოცეთ რომ კარგად გქონდეს ყველაფერი. მე ასე მიმაჩნია ნამდვილი კეთილი სხვასაც რომ ახარებს კარგ ადამიანად თორემ ის არაფერი მოაკლდება და უფლის წყალობა და კარგი ადამიანის პატივისცემა მაინც ექნება ყოველთვის მიყვარხარ. მე ძალიან მიყვარხარ ჩემო საყვარელო და ჩემო ძვირფასო. აი ეგეთები ხა ხო ადამიანები არ არიან საერთოდ. ანუ რავი, სიტყვის თქმაც აღირს. მასეთ ხალხზე. ნინი, მამა ჩემსაც ჰქონდა და ბიოპსია რომ გავუკეთეს, არაფერი არ იყო. მე ძალიან მეშინოდა, მაგრამ არაფერი არ იყო. მადლობა ძვირფასო. სულ ჯანმრთელი ყავდეს მამამ. ნინი, ექიმს უთხარი ვირუსი რომ ჰქონდა. ფარისებრ ჯირკვაზე ხველა მიწის კვანძების გამოჩენა. ნანა. ეს ამაგას ფარისებრთან კავშირი არ აქვსო. ესე მითხრეს. თეოლინა ნინძვირფასო ეხა შემომხვდა ეს ვიდეო ყველაფერი კარგად და არაჩვეულებრივად გამოიყურები. ფიქრშიც კი არ დაუშვა რომ რაღაც ცუდი გჭირს, მაგრამ კონტროლი აუცილებელია. ნამდვილად ძვირფასო გეთანხმები. ლირანი როგორ ხარ? ივანეს შემხედარე გავეთიშე ტელეფონს და არ მიყურებია კარგახანია შენზე. რა ხდება გენეტიკური ანალიზი, რისთვის გჭირდება ამ ბიოპსია? გენეტიკური ანალიზი მკერდის კიბოს გენი მაქვს თუ არა, მაგის დასადგენად და ბიოპსია კიდე იმისთვის ფარისებრის რაღაცა ის არის ჯირკვალი თუ რავი რა ქვია, კვანძი. მაგისთვის როგორია? თუ უყურებ ამ ვიდეოს. ნანა, ნინი, ყველაფერი კარგად იქნება, კარგო ადამიანო. მადლობა ძვირფასო. ნანა. ქეთა, რამდენი კილო ხარ ახლა? ახლა 56 ვარ ქეთა. მარიამ, ნინი ლამაზო ძალიან კარგი ადამიანი ხარ სუფთა. სახში კარგი გოგხარ, შენ ძალიან მომწონს, ძალიან ლამაზი ხარ და მიყვარხარ. მადლობა საყვარელო. ციცი ძალიან კარგი ადამიანი ხარ, ნინი სუფთა წრფელი და უბოროტო მიყვარხარ და მინდა ჯანმრთელი და ბედნიერი იყო მთელი ცხოვრება. მადლობა ჩემო ძვირფასო. გემრიელად მიირთვი ჩემო ლამაზო. მე ამ ულამაზეს და უსაყვარეს ბუნისაც ზედ მივაყოლებდი, ისეთი საყვარელია შორიდან მიყვარს. ხო, აი ხან მე ვჭამ, ხან ეს მჭამს. აი ესე იცი როგორი ალერსი გვაქვს ერთმანეთთან? აი მართლა ვჭამთ ხოლმე ერთმანეთს. თან საყვარელია. ირმა ძალიან კარგი რომს თქვი, იმ წამს ჩემი თავი დავინახე. იმ წამს ვიგრძენი, რატომაც ძალიან კარგი, ყველაფერი კარგად იქნება საყვარელო. არ ვიცი, ირმა რაზე ვთქვი, აღარ მახსოვს. მელანო, მადლობა ჩემო საყვარელო, მელანო. დიდი მადლობა, ძალიან დიდი მადლობა.
ფატი, გამარჯობა ნინი, საყვარელო გოგო, გილოცავ ფერის სვალებას. საუკეთესოდ შეეცვალოს ფერი შენთვის, შენი ოჯახისთვის, წინსვლას და ბედნიერ ლამაზ ცხოვრებას გისურვებ. ევიტო ფერია გოგო, ვტკბები შენი ყურებით და ხშირად დედიკოს გვერდით გამოჩნდი. ნინი, ყველაფერი კარგად იქნება. ყოველთვის გქონდეს უფლის იმედი. უყვარხარ ფატი დეიდას გულში ძალიან, მე ძალიან მიყვარხარ ძალიან ძვირფასო. კარგი ადამიანი ხარ. თეონერები მომეშალა იკაზე რა არ შეშვენს საქციელი შენ ბედნიერებას და ჯანმრთელობას გისურვებ ყველაფერი კარგად იქნება მადლობა საყვარელ და ძალიან დიდი მადლობა ყველას რომ აქ არ იყო არც სიკას ლამძღვა და არც არაფერი ანუ არ მინდოდა ეგ და ძალიან გამიხარდა რომ მე ვთქვი ჩემი სათქმელი და თქვენ ზუსტად ისე გაიგეთ როგორც მე მინდოდა რომ გამეგო და ძალიან გამიხარდა და ძალიან დიდი მადლობა თქვენ ამისთვის ირმა ლამაზი და ძალიან საყვარელი ხარ ნინი. ევი პრინცესაა ჯანმრთელობა და ულევი სიხარული გქონოდეს. მადლობა. როსტ ნამტირელები ხარ მე მგონი შენ სევდიან და ლამაზ თვალებზე გეტყობა თუ ვწდებიო ეს კალოიანი შვებულებაშია ვიდეოში კი ნამტირელები ვიყავი იმიტომ რომ მე დაიკავი ლაპარაკეთ დიდხანს და მე რო ვსაუბრობ და ჩემ ემოციებზე რომელიც მაწუხებს ლაპარაკობ ეგრევე თავით მომდის ხოლმე წრემლები ანუ კაი ნამტირელები ვიყავი და დავხედე ტელეფონს ავიღე მაშინ მელანოს ჩარიცხული 30 ლარი დავინახე და რაღაცნაირად ისე აი შვება მომგვარა იმიტომ რომ ვიგრძენი ზრუნვა ადამიანისა რომელსაც სახეზეც კი არ ვიცნობ. თამარ, როგორ გელოდებოდი მაინტერესებდა კალოიანთან ვიზიტზე? კანინი პირველ რიგში ჯანმრთელობას გისურვებ უზომოდ მომწონს ხარ შენი შვილები ჩვენს თვალწინ გაიზარდნენ ევა ხო მაოცებს მინდა უბედნიერესი იყო მე 17 წლის წინ მაქვს გავლილი ციტოლოგიაც და პატარა ოპერაცია გიან ემცადესთან ნუ გეშინია ყველაფერი კარგად იქნება ეს ფარისებრზე ამბობ თუ იმაზე სულ კარგად იყავი ჩემო საყვარელო, ანუ იმის მერე არაფერი არ არის და ყველაფერი სუფთაა და კარგად ხარა, კარგია ღმერთო. ზოია მოგესალმები ნინი ფერის სვალებას გილოცავთ ყველას ჩემო კარგო. ქავთარაძის მერი, ქავთარაძის 40 ნომერშია კალოიანიო ვნახე კი. ციცინი ლამაზო არაჩვეულებრივ ფორმაში ხარო. მეგი, გილოცავ ფერის სვალებას ნინი გულზე რომ ინიციალი გიკეთია ოქროსი, სად იყიდე და კაი სახმარია არ წყდება ხო მინდა შეძენა და ოქროს ბირჟაზე ძალიან წვრილები ვნახე 350 ლარი შენც მასეთიაო ეს მე მგონი არის ინახე როგორია ამ ძალიან წვრილი არ არის 1.950-ია მგონი 2 გრამამდე ეგრე მახსოვს და ეს მე მაჩუკა, სოფია მაჩუკა შარშან ჩემი დაბადების დღისთვის და იმის მერე, ანუ მისი ხელით ხარი გაკეთებული და რადგან თავისი ხელით გამიკეთა არ მომიხსნია. და ესე იგი რავი, ეგე ამ დრომდე გავიდა ზღვაზეც ვიყავი, ხან ბონი მეჯაჯგურება, ხან ევა და სულ მეშინია ხოლმე არ გაწყდეს თქო, მაგრამ რავი, ჯერ მყარად არის და იმ დღეს ვნახე იმაზე რა ქვია ბირჟაზე ედო ვიღაცას რაღაცა ჯგუფია Facebook-ზე და 450 ლარად ედო. ოღონდ ერთი ციფრი ქონდა კ. თამუნა გილოცავ ფერის სვალებას როზდინ ძალიან გიხდება შავი ჯინსი მშვენიერ ტანზე ხარ რაღაც გინდა მეტი რომ გახდა it's okay კი არ მინდა ძალიან კაი მინდა ეს მოკლედ კიდია კომენტარები, მაგრამ მინდა ერთი ორი სიტყვა თქვა იმ ოქროზე გამახსენდა. ფიქრობ ჩემ დაბადების დღეზე რა ვაჩუქო ჩემს თავს. ფიქრობ რამე ხო არ ვაჩუქო თქო ოქროს. ანუ ყელსაბა მეტი არაფერი არ მინდა ძალიან მომწონს ეს. ან შეიძლება რამე ჯვარი შეიძლება. სამწუხაროდ მე ნაცვლობის ჯვარი არ მაქვს. ანუ ეს თუნდაც მქონდეს, მაგრამ რავი არ მაქვს.
ხო და ჯვარი მინდა რამე მაგრამ აი პაწაწკუნები რო არის ხოლმე ოქროსი ეგ მაგრამ აი ორი რაღაც ერთად გაკეთება არ მიყვარს და ჯერჯერობით რავი ეს მომწონს ძალიან და ანუ ალბათ კი ყელსაბამზე არ ვიფიქრებ მოკლედ სამაჯურები ხა ოქროსი და ის დიახ არ მიყვარს და შეიძლება რამე საყურე ვიყიდო ისეთი რა აი ყოველდღიური აი ბრილიანტი და რაღაც ეგეთი კი არა ანუ აი რაღაცა ისეთი არ საძვირო არ იყოს და ყოველდღიური რა ყველაფერზე რომ მიდიოდეს და რაღაც თანამედროვე ოღონდ არ ვიცი რა ღირს ეგენი რა ვიცი ერთი 300 ლარის ფარგლებში იქნება წესი აი რამე ვაფშე არ ვიცი ოქროს რამე როდის ვიყიდე საერთოდ არ მახსოვს ბოლოს კი მახსოვს მოგატყუეთ ანუ ვიგულისხმე ჩემთვის არ მიყიდია მოკლედ ესეთი იყო დღევანდელი დილის ვლოგი რაც შემეხება მე ანუ მე ისეთი ადამიანი ვარ დილას ყოველთვის ძალიან ბედნიერი ვიღვიძებ ძალიან შემართებული ძალიან ტრალი ვალი და ასე შემდეგ და ეხლა რაღაც ეგრე ვარ მაგრამ გაივლის ანუ ეგრე ვარ იმიტომ რომ აი წირო მოლოდინი გაქვს უსიამოვნოა მე ეს კიდე რა ვიცი რატო ღირს ესეთი სასტიკი თანხა ეს ისა გენეტიკური ტესტი მე მაგას რო გაიგე კიდე 2 თველოდინი უნდა და მოკლედ რა ნუ არა სასიამოვნო ხო მაგრამ გამივლის მე ანუ დღის განმავლობაში მე ჩაოლებრივად ვარ ხოლმე მაგრამ დილაობით რო ვიღვიძებდი და ეგეთი ვიყავ ხოლმე ეგრე არ ვარ ხოლმე არა უშავს ვიქნებით ხაბანი ჩემი სიყვარული როგორ მეხმარება როგორ მათბობს როგორ მაბედნიერებს იცით როგორ მაბედნიერებს აი რო ვეხუტები რო უკოცნი ვეფერები სულ ჩემთან რო აი ძალიან მაბედნიერებს არ ვიცი ბედნიერება ცხოვრები რო გიყვარს იმიტომ რომ ანუ შენთანაც ბედნიერდები მათი ყოფნით ჩემი გოგონა დედასი მე იმაზეც უნდა ვიფიქრო ამას ლეკვი უნდა გავაჩენინო მე ისა მე რა ვიცი რა ასაკშია კარგი როგორ სტერილიზაციაც ლეკვის გარეშე რო სტერილიზაცია გავუკეთო არ მინდა ამის გენები მინდა რომ გამრავლდეს და ამის გენებმა მინდა რომ ირბინოს 4 ფეხით დედამიწაზე ამის სხეულის იქითაც ამიტომ მინდა რომ შვილი გავიჩინო აურებს ფიქრობ და არანორმალური ვარ ხო დედა მე სტერილიზაციას გავუკეთებ რო არაფერი ცუდი არ დაემართოს და დიდხანს იცოცხლოს თავისი 15-16 წელი რო იცოცხლოს ხო დე ჩემი ბედარა მიყვარხართ